მოგესალმებით, დღეს არის e-commerce review-ის შემდეგი ეპიზოდი და ჩვენ ვართ სტუმრად ერთ-ერთ ქართულ წარმატებულ ბრენდთან, ეს არის Aversi, რომელიც უკვე ბევრი წელია არის ლიდერი ფარმაცევტულ სექტორში. არჩილ, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. მადლობა სტუმრობისთვის. Aversi საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია. და თუ შეიძლება მოგვიყვეთ, აი ელექტრონული კომერცია როგორ დაიწყო, რა იყო мотиваცია, ასე ვთქვათ, ამ სექტორში შესვლის. ძალიან საინტერესო კითხვაა და გეტყვი, რომ პირველი პრიორიტეტი, პირველი мотиваცია იყო ის, რომ ტექნოლოგიური განვითარება არის Aversi-ის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და თანამედროვე ეპოქა მოიტანა, რა თქმა უნდა, რომ ამაზე უნდა ეფიქრა კომპანიას. მაგრამ მეორე საკითხი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ისიც, რომ და ამით ალბათ არ ვიქნებით გამორჩეული, დაიწყო პანდემიის პერიოდი, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით და აქედან გამომდინარე პანდემიის პერიოდის დასრულების შემდეგ დაუშვათ ეს ტენდენცია არა თუ დაბლა წამოვიდა, არამედ უფრო მეტად მოთხოვნა ძალიან გაზარდა. კი, გაზარდა და ჩვენ თვითონაც უკვე სტრატეგიული მნიშვნელობა მივანიჭებთ ზოგადად e-commerce-ის მიმართულებას და უფრო და უფრო ვავითარებთ დღეს. არჩილ, როგორი არის ზოგადად მომხმარებლის ქცევა? დაუშვათ რა, აი ყველაზე მეტად დაუშვათ ონლაინში რაზე არის მოთხოვნა, რა პროდუქტებზე არის და როგორ განსხვავდება ის ფიზიკური მაღაზიებისგან? ესეც ძალიან საინტერესო იქნებოდა ამაზეც თუ გვეტყოდით. კი, ჩვენ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ონლაინში წარმოდგენილი გვაქვს აბსოლუტურად სრული ასორტიმენტი, რაც მომხმარებელმა შეიძლება ნახოს ფიზიკურ აფთიაქში. რატომ ყიდულობს მომხმარებელი ონლაინ, ხო? მას აქვს მეტი კომფორტი იმისა, რომ შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტი. ბრენდის ნდობა. ბრენდის ნდობა კი, ამას აუცილებლად შევეხები, მაგრამ რა კი განსხვავებაზე ვსაუბრობთ ფიზიკურსა და ონლაინ შორის. თვითონ ასორტიმენტის ნაწილში ამის გამო რომ ჩვენ დავუშვათ ასორტიმენტის სრულად გვაქვს წარმოდგენილი, განსხვავება ფაქტობრივად არ არის. უბრალოდ მომხმარებელს უფრო მეტად შეუძლია რომ მისთვის სასურველი არჩევანი გააკეთოს და ფაქტობრივად სახლიდან გავუსვლელად შემოიაროს ბჭყალებში Aversi-ის ყველა აფთიაქი. ამას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ქცევა დაახლოებით მსგავსია, თუმცა ბუნებრივია არის ის ნიუანსები, რაც მომხმარებელს შეიძლება მხოლოდ დავუშვათ ციფრულ სივრცეში ახასიათებდეს და ეს არის ზუსტად ის უპირატესობა e-commerce-ის, რაც მომხმარებელს იზიდავს ონლაინ ყიდვისკენ და. და აი ყველაზე დიდი მოთხოვნა უფრო რა ტიპის პროდუქტებზე არის რა? ძალიან დიდი მოთხოვნა არის თავის მოვლის, ბავშვთა მოვლის მიმართულებაზე, ასევე ახლახან უფრო განვავითარეთ, თორე დამატებული დიდი ხანია გვაქვს, ეს არის საკვები დანამატები, სპორტული დანამატები და მსგავსი ტიპის პროდუქტები. და სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ მედიკამენტები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც ერთ-ერთი რთული პროდუქტია ზოგადად e-commerce-ის მიმართულებით. Aversi-ის პლატფორმა არის საკმაოდ მრავალფუნქციური რა, ანუ ძალიან ესეთი დიდი და კარგი პლატფორმა გაქვთ და აი როგორ უზრუნველყოფთ სწრაფ და დროულ მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით. კარგი კითხვა. რთული პროცესი, ასე რთული პროცესია ძალიან კი, თუმცა ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია e-commerce-ის, ხომ ზუსტად ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მთელი e-commerce-ია, ზუსტად ამ სარგებელს იღებს მომხმარებელი. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ დივერსიფიცირებული გვაქვს მიწოდების გზები, მიწოდების საშუალებები და ამით ვაღწევთ იმას, რომ ჩვენ თვითონ სისტემურად, ასე ვთქვათ, ვანაწილებთ, რომელი მიწოდების რესურსი გამოვიყენოთ მომხმარებლამდე მისი შეკვეთის მისატანად. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ მიწოდების ნაწილში მომხმარებელი ძალიან მკაფიოდ ხედავს იმ დავუშვათ ვადებს ან იმ პირობებს, რაც მას შეიძლება შევთავაზოთ ჩვენ ყიდვის პროცესში, აქ ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა და ეს გვეხმარება იმაში, რომ მომხმარებლის მოლოდინი დავაკმაყოფილოთ, არ გქონდეს მისი, ასე ვთქვათ, მოლოდინის საწინააღმდეგო რაღაც შემთხვევები და ეს საბოლოო ჯამში გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ დაათქმულ ვადაში, დაათქმულ დროში, დაათქმული ხარისხით მომხმარებელს მომისახურებთ. რა ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს იყენებთ Aversi-ის პლატფორმა, რომ ასე ვთქვათ, საკმაოდ უსაფრთხო და სტაბილური იყოს?
პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი დარგის სპეციფიკასაც, ეს კიდევ რამდენჯერმე უფრო მაღალი პრიორიტეტია ჩვენთვის. რა თქმა უნდა. რამდენიმე მიმართულებით გვაქვს დაყოფილი ჩვენი ინფრასტრუქტურა, თვითონ ამ ელკომერციის, როგორც ონლაინ აფთიაქი, მისი უკანა პროცესი, მიწოდების ნაწილი, მონაცემების დამუშავება და ყველა მიმართულებას ყავს თავისი პასუხისმგებელი პირი ან ჯგუფი, რომელიც ძალიან დიდი გულისხმიერებით, ასე ვთქვათ, ეკიდება იმას, რომ მომხმარებელს არ გაუწროთ იმედი რომელიმე მიმართულებით. გულისხმობ პერსონალური მონაცემების დაცვას, გულისხმობ გადახდის სისტემების უსაფრთხოებას. პრინციპში ყველა თანამედროვე ტიპის ხელსაწყოს ან ინსტრუმენტს გადაწყვეტას, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს ამ პროცესში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიყენებთ და ეს გვეხმარება როგორც უშუალოდ მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ისე დაუშვათ არაკეთილსინდისიერი ქმედებების, ბოტების და მსგავსი პროცესებისგან თავის დასაზღვრება. ხო, შეტევები საუბარს და კი ბატონო, იმიტომ რომ არის, მინდა აღნიშნო, რომ არის რაც უფრო მეტია ნაკადი ზოგადად ვებგვერდზე, უფრო და უფრო იზრდება ამის რისკი და სხვათა შორის თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ავერსის საიტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალნაკადიანი საიტია დღეს ქართულ ბაზარზე. კი ბატონო. შესაბამისად, ამ ყველაფრის საჭიროება უსაფრთხოების და სტაბილურობის ძალიან იზრდება ჩვენ შემთხვევაში. არჩილ, ფარმაცევტული პროდუქციის გაყიდვა ონლაინ მოითხოვს განსაკუთრებულ სხვანაირ მიდგომებს, ასე ვთქვათ რა და განსაკუთრებულ ნდობას მომხმარებელს. აი ამ მიმართულებით როგორ მუშაობთ რა? კარგი კითხვაა, სხვათა შორის ახლახან მახსენე, რომ მედიკამენტები ერთ-ერთი რთული პროდუქტია ზოგადად e-commerce-ში, ხო? და სხვათა შორის ეს ამას ისიც მოწმობს, რომ ფარმაციის დარგში ელკომერცია ერთ-ერთი ყველაზე გვიან განვითარებული მიმართულებაა ქართული e-commerce-ის ბაზარზე. თუმცა ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის ნდობა, რაც შენც ახსენე და პირველ რიგში ბრენდის რეპუტაცია გადამწყვეტი როლი ითამაშა. ბოდიში 31 წლის ხართ ხო უკვე რა? 14 ნოემბერს 31 წელი შეგვისრულდა და ეს ქართული ბაზრისთვის ძალიან დიდი პერიოდია, მით უმეტეს ჩვენ ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ყოველთვის მომხმარებელი, ანუ მომხმარებელზე ზრუნვა არის ჩვენი კორპორატიული კულტურის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ცხადია უკვე შენამდე მოსულ მომხმარებელს უნდა შეუქმნა კომფორტი, უნდა შეუქმნა ის პირობები ტექნოლოგიური თუ მომსახურების თვალსაზრისით, რომელსაც ის მოელის შენგან. და ერთ-ერთი დასტური ამისი არის ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ერთხელ კი არ მოდიან, არამედ ყიდულობენ და შემდეგ ისევ ბრუნდებიან ჩვენთან. ეს იქნება მედიკამენტების მიმართულებით თუ თავის მოვლის საშუალებების მიმართულებით და ძალიან საამაყოა, რომ ასეთი მომხმარებლების წილი ძალიან მაღალია ზოგადად ჩვენს მომხმარებლებში. ხო, ბრენდის ასე ვთქვათ, ამდენი წლის ისტორიაც რა თქმა უნდა თავის კი, სწორედ ამიტომ ვახსენე ბრენდის რეპუტაცია, იმიტომ რომ მედიკამენტი ისეთი პროდუქტია, თუ ნდობა არ გაქვს, არათუ ონლაინ აფთიაქშიც არ შეხვდა, რა თქმა უნდა, და არ შეიძლება. თანხმობთ. არჩილ, თქვენი ხედვა პირადად, აი თქვენი ხედვა როგორი არის e-commerce-ის, უпростоრად ფარმაცევტული e-commerce-ის მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ რა თქვენ ფიქრობთ რომ უფრო ონლაინში გადავა ეს ყველაფერი თუ ჰიბრიდული მოდელი დარჩება? ჩვენ თუ საქართველოს რეალობაზე ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ რომ უახლოეს მომავალში ჰიბრიდული მოდელი დარჩება, ეს ვერ გადავა მხოლოდ ონლაინ მოდელში. ვერანაირად, იმიტომ რომ ამისთვის არ არის გარემოებები განვითარებული შესაბამისად. თუმცა მეორე მხრივ ფარმაციაც არის იმდენად სპეციფიკური დარგი, რომ მომხმარებელს ყოველთვის ექნება სურვილი ფიზიკური აფთიაქისა, ფიზიკური კონსულტაციისა, ფარმაცევთან გასაუბრებისა და ასე შემდეგ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ტენდენცია, რომელიც დაიწყო დაახლოებით 4-5 წლის წინ, რომელმაც შეცვალა მომხმარებლის ქცევა e-commerce-ის მიმართ დადებითისკენ, უფრო და უფრო მზარდია.
მე ვფიქრობ, რომ თუ ზოგადად ეს განვითარების ტენდენცია შენარჩუნდება ზოგადად საქართველოს ბაზარზე და არ შეიქმნება სხვა რაიმე ისეთი გაუთვალისწინებელი შეფერხებები, ახლო მომავალში თანაფარდობა მკვეთრად შეიცვლება, გაიზრდება ონლაინ მიმართულების სასარგებლოდ, მაგრამ ჰიბრიდული მოდელი დარჩება უახლოეს პერიოდში. კი, აი, სიმართლე რო გითხრა, მეც რასაც ვატყობ მაგალითად რა, მომხმარებლის ქცევაც ისეთია, რომ აშკარად უნდა ვიღაცასთან კომუნიკაცია, კონსულტაცია, რასაც თვითონ კონსულტანტები მაღაზიაში ძალიან. კი, ბატონო, თუმცა საერთოდ ჩვენ ზოგადად ფრთხილად ვეკიდებით ამ მიმართულებას რამ ხრივ. ონლაინ ყიდვის შემთხვევაშიც ონლაინ მომხმარებელიც ხშირად გთხოვს კონსულტაციას ამ თუ იმ მედიკამენტზე. მაგრამ ჩვენ ამისგან თავს ვიკავებთ, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდ რისკებზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა დისტანციურად მომხმარებელს რაღაცას ურჩევ. მეორე მხრივ მომხმარებელიც მაინც გარკვეულწილად მზად არის ამისთვის, მას ესმის, რომ ონლაინ თუ ფიქრობს პროდუქტის შეძენას, ეს მედიკამენტი იქნება თუ დაუშვათ სხვა ტიპის პროდუქტი ჩვენ შემთხვევაში, მან შეიძლება ვერ მიიღოს კონსულტაცია, მაგრამ უკვე მისი ცნობიერება, მისი ცოდნა ამ პროდუქტის მიმართ არის იმდენად ამაღლებული, რომ იღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ცხადია, მედიკამენტის შემთხვევაში მას უკვე ექიმის რეკომენდაცია უნდა ჰქონდეს და მხოლოდ თვითონც არ იღებს ხო აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მაგრამ ის მოთხოვნილება, რომ ფიზიკური გასაუბრება და ფიზიკური კომუნიკაცია შედგეს მასსა და კონსულტანტს შორის, ჯერჯერობით ისევ არსებობს. და საკმაოდ მაღალია. გასაგებია. ასევე ძალიან მაინტერესებს, ეხლა ძალიან ისეთი მოთხოვნადია და ლოგიკურიც არის დატა. რამდენად კარგად იყენებთ დატა ანალიტიკას? და აი ამ მიმართულებით რომ მართლაც საინტერესოა. ნუ e-commerce-ის მიმართულებით ალბათ მონაცემების მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტიც კია. ხო? მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ყოველ ჯერზე ახალი და ახალი გზები ან საშუალებები ჩნდება იმისა, რომ მონაცემები უკეთ გამოიყენონ. ბუნებრივია მონაცემების დამუშავება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ამას ეფუძნება მარკეტინგული აქტივობები არა მხოლოდ e-commerce-ის მიმართულებით, არამედ მთლიანად ავერსის ქსელშიც, მაგრამ ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, დასკვნებს ვაკეთებთ ხოლმე განსხვავებებისთვის ონლაინ მომხმარებელსა და ფიზიკურ მომხმარებელს შორის და ეს გვეხმარება იმაშიც, რომ ონლაინ განსხვავებული ტიპის შეთავაზებები დავახედროთ მომხმარებელს. არა მხოლოდ აქციების ნაწილში, არამედ თვითონ ასორტიმენტიც კი განსხვავებულად მივაწოდოთ, განსხვავებულად წარმოვაჩინოთ და დღეს უკვე, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულება ვითარდება, ჩვენც ვფიქრობთ, რომ უფრო აქტიურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისა, რომ უფრო მეტი გავიგოთ ჩვენი მომხმარებლის შესახებ და მეტად მორგებული მომსახურება და შეთავაზებები შევუქმნათ მას. არჩილ, დარწმუნებული ვარ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ის აქტიურად დაიწყეთ, ხო? ეხლა ნუ ძალიან მოთხოვნა და აუცილებლობაც კი არის რა. კი, რა თქმა უნდა, და სხვათა შორის ეხლა უფრო მეტად სტრატეგიულად გადავდივართ ამ მიმართულებაზე, არა დაუშვათ იმ ვიწრო მიმართულებით, რომელიც შეიძლება ზოგადად ადამიანს ეს ხსენებისას გაუჩნდეს, არამედ გვინდა რომ უფრო მეტი ინტეგრაცია გავაკეთოთ და უფრო მეტად ავტომატიზებული გავხადოთ როგორც ჩვენი სისტემა ზოგადად, ისე მომხმარებლის მომსახურების პროცესი სიმარტივისთვის, მეტი კომფორტისთვის და მისთვის კარგად მორგებული შეთავაზებებისთვის. გასაგებია. მარკეტინგის მიმართულება რო განვიხილოთ რა, რომელი პლატფორმები არის ყველაზე საინტერესო, აი თქვა ფარმაციაში და თავის მოვლაში რა, ანუ აი მაგალითად TikTok-ს თუ იყენებთ, Instagram-ს როგორი გამოხმაურება აქვს? კი, როდესაც მარკეტინგულ არხებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია დარგს დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? აი ჩვენი ტიპის საცალო მიმართულებაში, სხვათა შორის არა მხოლოდ ფარმაციის, არამედ ზოგადად ამ ტიპის აი რიტეილის მიმართულებით დღეს საქართველოში ჯერჯერობით ისევ და ისევ მეტა არის ციფრულ არხებში წამყვანი პლატფორმა. იმიტომ რომ ძალიან დიდი აუდიტორია გააჩნია და მომხმარებლამდე მისვლის
ყველაზე ეფექტური საშუალებაა. აქ მეტას მიმართულებით გულისხმობ ცხადია Facebook-ს, Instagram-ს და თვითონ სარეკლამო მიმართულებით მეტა არის ერთ-ერთი წამყვანი. მაგრამ ამასთან ერთად ძალიან აქტიურად ვიყენებთ ბუნებრივია Google-ის სარეკლამო პლატფორმებს სხვადასხვა მიმართულებით და უკვე განვითარების კვალდაკვალ აქტიურად დავიწყეთ TikTok-ის გააქტიურებაც და ჩართულობა საკმაოდ მაღალია, იმიტომ რომ თვითონ მომხმარებელიც რაღაცნაირად თაობას თუ შევხედავთ, უკვე აქტიურად გადმოერთო TikTok-ის მიმართულებაზე, ასაკობრივადაც რამდენიმე წლის წინ არსებული მომხმარებელი უკვე ნელ-ნელა ჩვენი ძირითადი სეგმენტი ხდება და შესაბამისად ბუნებრივია მომავალი არის იქეთკენ რომ ამ აუდიტორიისთვის საინტერესო ყველაზე საინტერესო არხები უნდა გამოვიყენოთ ჩვენც. თუმცა ჯერჯერობით რაც აღნიშნე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ეს არხები არის წამყვანი. ანუ ის ასე ვთქვათ ძირითადი არხები, რასაც ყველა იცნობს ამ მიმართულებით. ისაგებია. არჩილ, ბოლო კითხვა მაქვს. როგორი არის მომავალი რა? ანუ რა გეგმები გაქვთ 2026 წელს თუ რა თქმა უნდა კონფიდენციალური არ არის და ზოგადად როგორ ხედავთ განვითარებას კიდე თქვენი მიმართულებით? ჩანართი მომეწონა თუ კონფიდენციალური არ არის. პირველ რიგში ვიტყვი რომ ანუ გეგმები ცხადია გვაქვს და გვაქვს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი, ანუ სტრატეგიული შეიძლება უწოდოთ. მოკლევადიანი შეიძლება იყოს ის თავშოთ სუსტი წერტილები ჩვენივე, რომელთა დანახვა ჩვენ არ გვიჭირს და ყოველთვის ვცდილობთ რომ განვავითაროთ, დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ. რაც შეეხება სტრატეგიულ მიმართულებას, ამ მხრივ გვაქვს გეგმები, აქ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ იმედი გვაქვს რომ მალე მომხმარებელს შევთავაზებთ ახალ პროდუქტს, ახალ პროდუქტებს, ახალ მომსახურებას და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ამას ვაკეთებთ, არის ისევ და ისევ ზრუნვა მომხმარებელზე, მათთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად და ჩვენთან ურთიერთობის სასიამოვნო შთაბეჭდილების უზრუნველყოფის მიზნით. ეს არის საბოლოო ჯამში. კარგი, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვოთ და ჩვენც როგორც e-commerce ასოციაცია საქართველოს თქვენს გვერდით ვართ მუდამ. მადლობა დიდი სტუმრობისთვის და წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აკეთებთ e-commerce-ის ბაზრის განვითარებისთვის. იმ სირთულების კვალდაკვალ რაც შეიძლება დღეს არსებობდეს ბაზარზე, მაგრამ იმედი მაქვს რომ წარმატებებს მიაღწევთ, რადგან ეს ყველას ინტერესია საბოლოო ჯამში. კი ბატონო, მადლობა. მადლობა თქვენ.